ბიზნესი დაზღვევის დაშენებულ პაკეტებზე ჯანდაცვის სამინისტროს მუშაობის დაწყებას თხოვს. მინისტრი კი ამბობს, რომ კერძო სექტორისგან საკითხზე შემოთავაზება არ მიუღია. ამ და სხვა თემებზე რამდენიმე წუთში გიყვებით. ყოფილ პრემიერს და პარტია გახარიას საქართველოსთვის ლიდერს გიორგი გახარიას ეგრეთ წოდებულ ჩორჩანას ეპიზოდზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. გახარია რამდენიმე თვეა საქართველოში არ იმყოფება. 9 თვეში FMCG ბაზარი წლიურად 10%-ით გაიზარდა და 17.9 მილიარდ ლარამდე. აქედან ბრენდული ქსელების შემოსავალმა 7.9 მილიარდი ლარი შეადგინა ბაზრის 41.8%, რაც წლიურად 11.6%-იანი ზრდაა. 2024 წელს სამორინეების ოპერატორი 8 მსხვილი კომპანიის ჯამური შემოსავალი 522 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც წლიურად 21%-ით გაზრდილი მაჩვენებელი იყო. მათგან 162.9 მილიონი ლარი სამორინე ივერიაზე მოდიოდა. ბაზის ბანკი ლიბერთის აღარ ყიდულობს. ლიბერთი ბანკის თანამფლობელმა ირაკლი რუხაძემაც დაადასტურა, რომ მხარეებს შორის კონსულტაციები გრძელდება, რაც პოტენციურად ორი ბანკის გაერთიანებასაც მოიაზრებს. მოგესალმებით, ეს BMG-ია, რეგიონის წამყვანი ბიზნეს მედია სააგენტო საქმის კურსი პირდაპირ ეთერში აგრძელებს მუშაობას. მე ნუცა შუბაშვილი ვარ. ბაზის ბანკი ლიბერთის აღარ ყიდულობს. ლიბერთი ბანკის თანამფლობელმა ირაკლი რუხაძემ BMG-ს დაუდასტურა, რომ მხარეებს შორის კონსულტაციები გრძელდება, რაც პოტენციურად ორი ბანკის გაერთიანებასაც მოიაზრებს. იქამდე კი BMG-მ აღნიშნულ საკითხზე კითხვა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ნათია თურნავას დაუსვა. სების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ლიბერთისა და ბაზის ბანკს შორის გარიგების სტრუქტურა შეიძლება შეიცვალოს. აღსანიშნავია, რომ ბაზის ბანკის მიერ ლიბერთი ბანკის შეძენაზე მხარეებს შორის მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარე წლის დასაწყისიდან მიმდინარეობდა. კონცენტრაციაზე განაცხადით თავდაპირველად მოგმართეს, ასე არის გაწერილი კანონმდებლობა, რომ პირველ რიგში უნდა შეფასდეს მსგავსი შესაძლო გარიგება ხო არ იწვევს კონკურენციის და კონცენტრაციის თვალსაზრისით პრობლემებს ბაზარზე. სხვა შორის დადებითად გადაწყდა ჩვენი მხრიდან ეს გამოვაქვეყნეთ, რომ მსგავსი გარიგება, ანუ ორი მსხვილი ბანკის გაერთიანება არ გამოიწვევდა კონკურენციის თვალსაზრისით პრობლემებს და პირიქით ძალიან ასე დადებითად წაადგებოდა ჩვენ ისედაც მაღალ კონცენტრირებულ საბანკო სექტორს და კონკურენცია შეუწყობდა ხელი, ანუ ამ კუთხით ბარიერი არ არსებობს. რაც შეეხება თვითონ გარიგებას, ორ სუბიექტ შორის იდება, ჩვენ აქ არ შეგვიძლია ზემოქმედება. მე როგორც ვიცი, საუბარი არის, რომ სტრუქტურა გარიგების შეიძლება შეიცვალოს და ეს ისევ და ისევ ორ სუბიექტ შორის მოლაპარაკების საგანია, მეც ვერ ვიტყვი. ჩვენ მზად ვართ ახალი სტრუქტურით, ან როგორც იქნება, განვიხილოთ ეს განაცხადი. დაზღვევის დაშენებულ პაკეტებზე ბიზნესი ჯანდაცვის სამინისტროს მუშაობის დაწყებას თხოვს. თავად მიხეილ სარჯოლაძე კი ამბობს, რომ კერძო სექტორისგან საკითხზე შემოთავაზება ამ დრომდე არ გაკეთებულა. რატომ არ იწყება საკითხზე მსჯელობა, რა წინადადება აქვს წარდგენილი კერძო სექტორს და რამდენად კრიტიკულია ქვეყნისთვის ეგრეთ წოდებული შემავსებელი პაკეტების შემოღება, რომელიც 2017 წელს ჯერ კიდევ დავით სერგეენკოს მინისტრობისას გაუქმდა. ანუკა ჯოხაძე ცდილობდა დღეს შეფასებების მოსმენას და ის ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. ანუკა, მოგესალმებით, გისმენ. თუმცა სადაზღვევო ინდუსტრიამ დაზღვევის შემოსეველი პაკეტების შემოღებაზე შესაბამისი წინადადებით ჯანდაცვის სამინისტროს მიმდინარე წლის მაისში მიმართა. ამის შესახებ სექტორმა ინფორმაცია მალევე გაავრცელა. როგორც ცნობილია, დღეს არსებული მოდელით მოქალაქეების დიდ ნაწილს, თუ კი ისინი კერძო დაზღვევას შეიძენენ, საყოველთაო პროგრამის დატოვება უწევთ. სექტორი ამ შეზღუდვის გაუქმებას ითხოვს. ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯოლაძე კი ამტკიცებს, რომ ბიზნეს ინიციატივა საკითხზე არ წარმოუდგენია. შესაბამისად, ამ მიმართულებით მუშაობა არ მიმდინარეობს. უხაროდ ჯერჯერობით რაიმე კონკრეტული შემოთავაზება არ მიგვიღია ამასთან დაკავშირებით. აბა ვნახოთ თუ არა ნამდვილად შემიძლია გითხრათ თუ არა ეს ასე არა. დაზღვევის კავშირის სახელით გეტყვით, რომ ჩვენ წერილობით წარვადგინეთ ის ძირითადი პრინციპები, რომელზეც უნდა აგებულიყო შემდგომი სამუშაო ჯგუფი და მსჯელობა, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ საკითხს ხავს კომპლექსური დაინტერესებული მხარეები და მარტო ერთი მხარის ინტერესებით აღნიშნული სიტუაცია ვერ დარეგულირდება. ამიტომ ჩვენ ვრჩებით მოლოდინის რეჟიმში და კარგი იქნება თუ ისევ სამინისტროს ინიციატივით გაგრძელდება. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი კომპონენტი მაგალითად არის სამედიცინო განფასება, რომელიც საყოველთაოს ნაწილში დიარჯით ხორციელდება, ხოლო კერძო დაზღვევის და ჯიბიდან გადახდის ნაწილში საერთოდ სხვა პრინციპით. ამიტომ მათი ჩართულობა მნიშვნელოვანი იქნება და კარგი იქნება თუ ისევ შევიკრიბებით ერთ მაგიდასთან და ამ საკითხს გავაგრძელებთ.
სადაზღვევო კომპანიებში კი ამბობენ, რომ საბოლოო ჯამში ესეთი გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს, რომელიც ყველა მხარისთვის მისაღები იქნება, თუმცა მათი თქმით ამას საუბარი და პოზიციების ურთიერთ გაცვლა სჭირდება. დარგობრივ ასოციაციაში განმარტავენ, რომ აუცილებელია სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც დაზღვევის დაშენებული პაკეტების შემოღებაზე იმუშავებს და პროცესში ყველა შესაძლო რისკს და უპირატესობას გამოავლენს. მოსაზრება სადაზღვევო ინდუსტრიის და კერძო ინდუსტრიის იყო, რომ ის ხალხი, რომელიც აფორმირებს იმ ბიუჯეტს, რომლიდანაც ხდება საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება, არ უნდა აღმოჩნდეს არც ერთი შეზღუდვის ქვეშ, როცა კერძო დაზღვევაში გაწევრიანდება. აქ ეს საკითხი ფინანსური დანახარჯების და საგადასახადო თემებსაც უკავშირდება ერთგვარად. ამიტომ კიდევ მეორებ, ეს არის ძალიან კომპლექსური საკითხი. რა იქნება, როგორ იქნება, დაველოდოთ, მაგრამ კიდევ მეორებ ჩვენ აქტიური მოლოდინის რეჟიმში ვართ, რათა შეიქმნას იმ სტეიქჰოლდერების სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ საკითხს ბოლომდე მიიყვანს. თუ რაიმე აი ამ სისტემის შემოღებით, მაგრამ დაშინებული სისტემის შემოღებით რაიმე გაგუჭდებოდა, ჩვენ რაღაც კონტრ არგუმენტი შეგვეთავაზებინა, რომ რაღაც გარკვეული რაღაც საფეხურებრივი სისტემა ყოფილიყო, თუ დროში იყო ადრე პირობითად ოძახი, თუ გარკვეული ასეთ კითხვები არსებობდა დანახარჯების მმართველები, დანახარჯებზე გვესაუბრა, ანუ კონკრეტ საუბარია საჭირო. დაზღვევის დაშენებული პაკეტების შემოღების მომხრეა საქართველოს ჯანდაცვის ასოციაცია. კლინიკების გაერთიანებაში თვლიან, რომ პაციენტებს ერთდროულად როგორც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სიკეთებით სარგებლობა, ისე ინდივიდუალური სადაზღვევო პაკეტების შეძენა და სარგებლობა უნდა შეეძლოთ. მათი თქმით, ეს თანაგადახდის კომპონენტში პაციენტების ჯიბიდან გადახდების წილს მნიშვნელოვნად შეამცირებდა. დაშენებული პაკეტები ძალიან კარგი იქნებოდა იმ ჯგუფისთვის, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობს, მაგრამ მათი შემოსავლის ზღვარიდან გამომდინარე სარგებლობს, თუმცა შესაძლებელია თუ კი სადაზღვევო სექტორი შეიმუშავებს რაღაც ისე ხელმისაწვდომ პაკეტებს, ამ პაკეტებით დარეგულირდეს თქვათ ის თანაგადახდის წილი და მიეხმარება ეს პირდაპირ ჯიბიდან გადახდა, ამით შემცირდება ცალსახად. და კარგი იქნებოდა ამ მიმართულებით თუ იმუშავებდა სექტორიც და რა თქმა უნდა სახელმწიფოს მხრიდანაც, იმიტომ რომ ეს ის ჯგუფია, რომელსაც აქვს გარკვეული შემოსავალი და თუ კი ამ პაკეტების შეთავაზება იქნება ისეთი ღირებულების, რომელსაც ისინი შეძლებენ შეიძინონ, რეალურად შეამსუბუქებს ჯიბიდან გადახდის ტვირთს. დაზღვევის დაშენებული ანუ შემავსებელი პაკეტები 2017 წელს გაუქმდა, იქამდე მოქალაქეებს კერძო დაზღვევასთან ერთად სახელმწიფო საყოველთაო დაზღვევით სერვისებით სარგებლობა შეეძლოთ. დღეს საგამონაკლისო წესით ეგრეთ წოდებული დაშენებული პაკეტებით ძირითადად მცირეწლოვანი ბავშვები და პენსიონერები სარგებლობენ. რამდენიმე თვის წინ საკითხზე კომენტარი BMG-სთან დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტოშიც გააკეთეს. მარეგულირებელ ორგანოში თვლიან, რომ თუ დაშენებული პაკეტების დასაშვები დაზღვევლების სრულ უმრავლესობაზე არ იქნება, ამ კუთხით საგამონაკლისო ჯგუფების ნუსხა მაინც უნდა გაფართოვდეს. მადლობა ანუკა ჯოხაძე იყო, რომელმაც დაზღვევის დაშენებულ პაკეტებზე ბიზნესისა და ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციები გაგვესწრო, ჩვენ კი ვაგრძელებთ გამოშვებას. ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ კლინიკებისთვის განსაზღვრული DRG ტარიფების გადახედვა ჯანდაცვის სექტორისთვის უმთავრესი პრობლემური საკითხი არა, თუმცა მინისტრი აქვე აღნიშნავს, რომ სამომავლოდ შესაძლოა ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც კერძო სექტორთან კონსულტაციები გაიმართება, სწორედ DRG სქემით დადგენილი ტარიფების გადახედვა იყოს. თავად ჯანდაცვის ასოციაციაში კი აცხადებენ, რომ არსებული დაფინანსების სისტემაში კვლავ რჩება რამდენიმე განსაკუთრებით პრობლემური ნაწილი, რაც გადახედოს აუცილებლად საჭიროებს. ასოციაციაში გამოიკვეთა სადღაც 10 კოდი, რომელიც ესეთი ძალიან ესეთი არასამართლიანი განფასება, არაადეკვატური უფრო სწორად ვიტყოდი, რაც ყოველთვის გასაგებია, რაღაც მართლა 3 წლის წინ დაითვალა. ეს ყველაფერი საბაზისო ტარიფიც, კოეფიციენტიც და უკვე დროა, რომ დაგროვდა მონაცემი და გადაიხედოს და ამაზე პრინციპში მოლაპარაკებები მიდის, რომ აი ამ 10 კოდზე მაინც ვიმუშაოთ ახლა წლის ბოლომდე, რომ იქნება რაღაცა ცოტა წინ წავწიოთ. და იმედი გვაქვს, რომ დავიწყებთ ამ მიმართულებით მუშაობას. არ მგონია, რომ ჯანდაცვის სექტორში ეს არის უმთავრესი პრობლემური საკითხი, რომელზეც პირველ რიგშია სამუშაო. არის საკმაოდ დიდი წრე საკითხებისა, რომელთან დაკავშირებითაც ბიზნესთან ერთად მოგვიწევს მუშაობა. მათ შორის, რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს დროდადრო DRG-ის ტარიფების გადახედვა, მაგრამ არის იქ ცალკეული საკითხები. ამაზე ყოველთვის უწყვეტად მუშაობა მიმდინარეობს, ცალკეულ შემთხვევებში ცალკეული გადაწყვეტილებები მიიღება, აქ უკავშირდება საკითხი მათ შორის ადმინისტრირების მოდელებთან დაკავშირებით გარკვეულ შეთანხმებებს, რომელიც რა თქმა უნდა კრიტიკულად მნიშვნელოვანია სექტორთან. სხვაგვარად თანამშრომლობა შეუძლებელია.
ასეთი იყო ამ დროისთვის საქმის კურსი. მე გემშვიდობებით, თქვენ კი წინ გელი ჩემოჯამებელი გამოშვება 19 საათზე ანა ლაპიაშვილთან ერთად.